თუ ლაპარაკობ ჭარბწონას როგორც დაცვით მექანიზმს ან სასჯელს როგორც ასეც, ის მდგომარეობა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, რომ რა არის სასჯელი? პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დაისვას, რა არის სასჯელი ადამიანისთვის? სასჯელი არის წონა, თუ სასჯელი არის ის რისის სურვილიც მე მაქვს და არ ვღებულობ. ეს ერთი. რაც შეეხება დაცვის მექანიზმს, ობიექტურ რეალობაში ძირითად შემთხვევაში წონა დაცვითი მექანიზმია. რეგრესული, რა თქმა უნდა, შეიძლება არა ჯანსაღიც, მაგრამ დაცვითი მექანიზმია. რისგან დაცვითი მექანიზმი? ფსიქიკაში არსებული მწვავე კონფლიქტისგან, სადაც ცნობიერება ახორციელებს ერთგვარ კომპრომისს, რომ ის სიმძიმე გადავიტანოთ სხეულებრივ აქტში. და სიმძიმეთ ყველა არ მithქვამს, იმიტომ რომ ჭარბი წონა სიმძიმესთან ასოცირდება.